Microsoft-მა ახლახან 3 ტრილიონი დოლარის ფსონი დადო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტზე, რომელიც თითქმის არავის სურს. ისინი წელიწადში $360 გახდევინებენ ამაზე, თანაც ძალით აკენებენ თქვენს კომპიუტერზე. და იურიდიულად ეს პროგრამა აუცილებელ პროგრამულ უზრუნველყოფადაც კი არ ითვლება. ეს მხოლოდ გასავთობადაა განკუთვნილი. ამ დროს კი მილიონობით მომხმარებელი ერთ რამეს ეძებს. როგორ წავშალო ეს? სწორედ ამიტომ არავინ იყენებს Copilot-ს. 40 წლის განმავლობაში ერთმა კომპანიამ უზარმაზარი კედელი ააგო თქვენი პროფესიული ცხოვრების გარშემო. თუ ოფისში მუშაობთ, თქვენ Microsoft-ის სამყაროში ცხოვრობთ. მათი სტრატეგია მარტივია. შექმენ უამრავი აპლიკაცია ისე, რომ ისინი იმდენად აუცილებელი იყო, თითქოს ოფისისთვის საჭირო ჰაერს კიდულობდით. მაგრამ ეხლა ეს კედლები იბზარება. 450 მილიონი ბიზნეს პროფესიონალიდან, რომლებიც Microsoft 365-ს იყენებენ, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა დათანხმდა გადაეხადა Copilot-ზე, მათ ახალ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტზე. კომპანიის სათაო ოფისიდან გამოსული მონაცემები კატასტროფულია. დაახლოებით 15 მილიონმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია ფასიან სერვისზე. ეს არის 3.3%. ეს გავს 100 ადამიანის რევოლუციაზე დაპატიჟებას, სადაც მხოლოდ 3 მოდის იარაღით. Copilot-ს რეკლამირებდნენ როგორც გლობალური ეკონომიკის ახალ ნერვულ სისტემას. ეს იყო ყველაზე დიდი რისკი Microsoft-ის ისტორიაში და მათ არასწორი ფსონი დადეს. მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა მას განიხილავს არა როგორც განახლებას, არამედ როგორც ციფრულ პარაზიტს, რომელიც არასდროს მოუთხოვიათ. ეს არის შთამბეჭდავი აცდენა იმასთან, რასაც ხელმძღვანელობა სურს და იმასთან, რასაც რეალურად აკეთებენ თანამშრომლები. ამ უარყოფას აძლიერებს ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც ფუნქციების სიჭარბით გადაღლა. წლების განმავლობაში Microsoft-ის მომხმარებლები მიჩვეულნი იყვნენ იმ ფუნქციების მიღებას, რომლებიც არასდროს მოუთხოვიათ და რომლებიც ანელებს მათ სისტემებს. მაგრამ Copilot არის გადამეტებული ბლოუთვარი. ის ჭამს ოპერატიულ მეხსიერებას, იყენებს ინტერნეტის გამტარობას და მუდმივად ითხოვს ყურადღებას. Copilot-ის ხატულა თქვენს დავალებების პანელზე იქცა სიმბოლოდ იმისა, რაც უბრალოდ ადგილს იკავებს და არაფერს გაძლევთ სანაცვლოდ. და ეს მიხავს ყველაფერს გარდამტეხ წერტილამდე. დიდი UI-ის აჯანყება. სიღრმისეულად დატვირთულ ვებგვერდებზე ტრაფიკი გაიზარდა. მომხმარებლები მხოლოდ კი არ ერიდებიან ახალ ფუნქციებს, ისინი აქტიურად ეძებენ გზებს, რომ მთლიანად მოიშორონ ისინი. იმ ფუნქციებზე, რომელთა შექმნაშიც Microsoft-მა მილიარდები დახარჯა. თვეში $20 გადახდისას ბიზნესები ელიან, რომ ინსტრუმენტი იმუშავებს. ისინი ელიან სიზუსტეს. ისინი ელიან პროგრამას, რომელსაც შეუძლია მათი მონაცემების დამუშავება ისე, რომ არაფერს იგონებდეს. და ეს ყველაზე ცუდი ნაწილი არ არის. ნამდვილი პრობლემა ყველას თვალწინ არის დამალული, ჩაფლულია დოკუმენტში, რომელიც არავისაც კი აწაუკითხავს. 2025 წლის ოქტომბერში Microsoft-ის იურიდიულმა გუნდმა ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის მომსახურების პირობებში მოულოდნელი ცვლილება შეიტანა. Thrill Shift-ში Microsoft-ი პირდაპირ აცხადებს, რომ Copilot-ი მხოლოდ გასართობადაა განკუთვნილი. გამოიყენეთ Copilot-ი თქვენი პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, წლიურად $360 კორპორატიული პაკეტი უკეთეს იურიდიულ დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ რეალურად იგივე ძრავია. და ეს არის ის ნაწილი, რომლის ხმამაღლა თქმაც არ სურთ. თამაში დასრულებულია. მილიონობით ადამიანს აიძულებენ გამოიყენონ საკუთარ კომპიუტერებზე ინსტრუმენტი, რომელსაც იურიდიულად სათამაშოდ მიიჩნევენ. ფაქტობრივად გეუბნებიან, ნუ ანდობ ამას ჩვენს კარიერას და მომხმარებლები ამას უსმენენ. Recon Analytics-ის მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი, ეგრეთ წოდებული Net Promoter Score, მკვეთრად დაეცა. მხოლოდ 2 თვეში ის დაეცა -3.5-დან და მანგრევალ -20.4-მდე. ბიზნესის მაჩვენებლების სამყაროში NPS-ის -24 წითელი განგაშის სიგნალია. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი აქტიურად ქმნის უარყოფით განწყობილ მომხმარებლებს და იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, ვინც სურს მის მიტოვება, მნიშვნელოვნად აღემატება იმ ადამიანების რაოდენობას, ვისაც ის ნამდვილად მოსწონს. ამ გაბრაზების მიზეზი არის სამუშაო დრის ტესტი. პროფესიულ გარემოში ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც დროის დაზოგვას ემსახურება, უნდა დაამტკიცოს, რომ დროს არ დაგვაკარგვინებს. აი, სწორედ აქ სრულად ვერ ამარხლებს ხელოვნური ინტელექტი. კრეატიული ადამიანები ამბობენ, რომ ტექსტი, რომელსაც ის ქმნის, ცარიელია, რობოტული და მას აკლია ადამიანური კომუნიკაციის ნიუანსები. ის ქმნის უცნაურად არაბუნებრივ ტექსტებს, რომელთა რედაქტირებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე თავიდან დაწერას. ტექნიკური პერსონალი ამჩნევს, რომ კოდის შემოთავაზებები ხშირად არასწორია, ან იყენებს მოძველებულ ბიბლიოთეკებს, რის გამოც მათ უწევთ თითოეული ხაზის ორჯერ გადამოწმება. ეს არის ფარული ხარჯი, რომელსაც იხდით მაშინ, როცა იყენებთ ასისტენტს, რომელსაც რეალურად ვერ ენდობით. თუ თქვენ გიწევთ თქვენი ასისტენტის ყოველი ნაბიჯის კონტროლი, ავტოპილოტს არ იყენებთ, უბრალოდ მანქანასულით. ეს ტოქსიკური ურთიერთობა Copilot-თან პიკს მიაღწია მაშინ, როცა გახსენების ფუნქცია წარადგინეს. Microsoft-მა ის რეკლამირებდა როგორც ფოტოგრაფიულ მეხსიერებას თქვენი კომპიუტერისთვის, რომელიც ყოველ რამდენიმე წამში თქვენი სამუშაო მაგიდის ეკრანის სურათს იღებდა. საზოგადოებამ ეს ბევრად უფრო ბნელ რამედ აღიქვა. ეს ჰაკერებისთვის საჩუქარი იყო და კონფიდენციალურობის სრული დასასრული. უსაფრთხოების მკვლევრებმა ბის მკვლევრებმა სწრაფად დაამტკიცეს, რომ თქვენი მთელი ციფრული ცხოვრების ეს სკრინშოტები უბრალოდ ტექსტში ინახებოდა.
ეს ნიშნავდა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც თქვენს კომპიუტერზე ცდომა ექნებოდა, თუნდაც უმცირესი, შეეძლო მოეპარა ყველა პაროლი, ყველა პირადი ჩატი და ყველა საბანკო ამონაწერი, რომელსაც ოდესმე გადახედეთ. რეაქცია იმდენად მძაფრი იყო, რომ Microsoft-ს ფუნქციის ამოღება და მისი თავიდან გადაკეთება მოუწია, რათა როგორმე რეპუტაცია გადაერჩინა. მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო. როდესაც მეთვალყურეობის ხელსაწყოს 450 მილიონ ადამიანს ძალით ახვევ და შემდეგ მას ასისტენტად ასაღებ ჩართულობას ვერ მიიღებ. მომხმარებლებმა საკუთარი ოპერაციული სისტემა მტრად აღიქვეს და სწორედ ამიტომ იმარჯვებს წაშლის ღილაკი. ხალხი ფიქრობს, მანქანა მათთვის მუშაობს, თუ მათზე ანგარიშაბარებს. აქ ხდება ის, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ჩავარდნა ინდუსტრიულ სასიკვდილო სპირალად იქცევა. იმის გასაგებად, თუ რატომ არის Microsoft-ი პანიკაში, კოდსა და ხატულებს მიღმა უნდა გაიხედო. უნდა შეხედო ფიზიკურ სამყაროს. ყოველ 90 დღეში ერთხელ Microsoft-ი თავის კაპიტალურ ხარჯებს, ანუ CAPEX აქვეყნებს. ეს ის ფულია, რომელსაც ისინი ხარჯავენ ფიზიკურ ნაწილებზე, მიწაზე, შენობებსა და აპარატურაზე. ბოლო კვარტალში ეს მაჩვენებელი 27.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ხარჯების 66%-იანი ზრდა სულ რაღაც 1 წლის წინანდელთან შედარებით. ისინი ფულს სწრაფად ხარჯავენ. Microsoft-ი იმდენ ფულს ხარჯავს, რომ ყოველ წელს 100 ბურჯ ხალიფის აშენება შეიძლებოდა. Microsoft-ი ცათამჯენებს არ აშენებს, ისინი კომპიუტერების ახალ ცივილიზაციას ქმნიან. ისინი ასობით ათას GPU-ს კიდულობენ და ეს ძალიან ძვირია. თითოეული 30,000 დოლარი ღირს. მათ ძნელია მოძებნა და ისინი იმდენად ცხელდებიან, რომ შეიძლება დადნეს, თუ არ გააგრილეს უზარმაზარი სამრეწველო ვენტილატორებით და მილიონობით გალონი წყლით. ისტორიაში თითქმის ნებისმიერ სხვა ბიზნესში მიწოდებას ქმნი, რადგან მოთხოვნა უკვე არსებობს. მაგრამ Microsoft-მა ამაზე ლოგიკა შეცვალა. ისინი აშენებენ ყველაზე დიდ ქარხნებს ადამიანის ისტორიაში, აუდიტორიისთვის, რომელიც უკვე აღარ ინტერესდება. ჩვენ ხედავთ კომპიუტერული მოჩვენებითი ქალაქების შექმნას, გიგანტურ ძვირადღირებულ სულსაწყობებს, სავსეს ზუზუნა მანქანებით, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან მომხმარებლებს, რომლებიც არასდროს გამოჩნდებიან. მაგრამ Microsoft-ი ამ თანხას აიტანს. მათი შეცდომების საფასურს მსოფლიო იხდის. მონაცემთა ცენტრები ყველაზე მშიერი მანქანებია, რაც კი ოდესმე აშენებულა. ჩრდილოეთ ვირჯინიაში, რომელიც მონაცემთა ცენტრების დედაქალაქია მსოფლიოში, ადგილობრივი ენერგოსისტემა უკვე იწყებს მწყობრიდან გამოსვლას. ეს სისტემა აშენებული იყო სახლებისა და საავადმყოფოებისთვის, არა მილიონობით GPU-სთვის, რომლებიც პოემებს ალუცინირებენ. ამ მიზეზით ადამიანები ხედავენ, რომ კომუნალური გადასახადები მკვეთრად იზრდება, რადგან ენერგოკომპანიები ცდილობენ ინფრასტრუქტურა განაახლონ AI-ს ოქროს ციებ-თხელებისთვის. Microsoft-ი იმდენად ენერგიის დეფიციტშია, რომ ხელშეკრულება გააფორმა 3 Mile Island-ზე მდებარე ბირთვული ელექტროსადგურის ხელახლა ამუშავებაზე. ეს ის ადგილია, სადაც აშეტეშოშის ისტორიაში ყველაზე სერიოზული ბირთვული ავარია მოხდა. ეს ერთი კომპანია ეხლა უფრო მეც ელექტროენერგიას მოიხმას, ვიდრე ბევრი პატარა ქვეყანა. და რისთვის? Recon Analytics-ის კვლევამ შეისწავლა 150,000 ოფისის თანამშრომელი აშშ-ში, რომლებსაც აქვთ Copilot-ის ფასიანი ლიცენზია. შედეგები ნამდვილი კოშმარი იყო დირექტორთა საბჭოსთვის. ამ ადამიანებიდან მხოლოდ 35.8% ნამდვილად ხსნის და რეგულარულად იყენებს ამ ხელსაწყოს. ტექნოლოგიურ სამყაროში ამას shelfware-ს უწოდებენ. ეს არის პროდუქტი, რომელსაც კომპანია ყიდულობს, ციფრულ თაროზე აწყობს და აღარასოდეს ეხება. შეადარეთ ეს ChatGPT-ს, სადაც კორპორაციული ლიცენზიის მქონე მომხმარებელთა 83.1%-ზე მეტი ყოველდღიურად ხსნის აპლიკაციას. Microsoft-ს აქვს ეს პროდუქტები. მათ ეკუთვნით Windows-ი, მათ ეკუთვნით Word-ი და Excel-ი. მათ Copilot-ის ღილაკი პირდაპირ თქვენს გზაზე განათავსეს. ამაზე მარტივი არაფერია და მაინც არავის აქვს ამისთვის დრო. მუშაკები გვერდსულიან ამ ღილაკს და ხსნიან ცალკე ბრაუზერის ჩანართს, რათა სხვა კომპანიების უფასო ინსტრუმენტები გამოიყენონ. ნაგულისხმევი განთავსება თითქოს აიძულებდა ხალხს მისი გამოყენება. ამის ნაცვლად მათ ჩუმი აჯანყება შექმნეს. Microsoft-ის სათავო ოფისში კულისებს მიღმა პანიკა კრიტიკულ ზვარს მიაღწია. ისინი აცნობიერებენ, რომ მათი საკუთარი ხელოვნური ინტელექტი შეიძლება საკმარისად ჭკვიანი არ იარეკოს, რომ გაიმარჯვოს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ამბავი მარტივი იყო. Microsoft-ი და OpenAI ლიდერები იყვნენ. მათ ექსკლუზიური უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ეს ეპოქა ოფიციალურად დასრულდა. Microsoft-მა ოფიციალურად დაიწყო Anthropic-ის Claude-ის ინტეგრაცია Copilot-ში. მიუხედავად იმისა, რომ PR გუნდი ამტკიცებს თითქოს ეს მხოლოდ მომხმარებლის არჩევანზეა, სინამდვილეში მათი საკუთარი სისტემები, რომლებიც OpenAI-ის GPT-ზეა დაფუძნებული, კრიტიკულ სიზუსტის ტესტებს ვერ გადის. Claude-ის შემოყვანით Microsoft იმედოვნებს, რომ ვიღაცა სხვისი გონება შეძლებს მათი ბრენდის გადარჩენას. ეს ისეთია, თითქოს Coca-Cola აღიარებს, რომ მათი საიდუმლო რეცეპტი უკვე აღარ არის გემრიელი, ამიტომ ცოტა Pepsi-ს ურევენ, რომ ხალხმა სმა გააგრძელოს. Copilot-ის მკვლევარის აგენტში GPT ამზადებს პასუხებს, ხოლო Claude ამოწმებს სიზუსტეს, სისრულეს და წყაროების მითითებებს. Microsoft ამტკიცებს, რომ ეს Frankenstein-ის მსგავსი სისტემა ღრმა კვლევაში 13.8%-იან გაუმჯობესებას იძლევა. თუმცა მიუხედავად ამ დროებითი შესწორების, BIS ძირითადი პრობლემა მაინც რჩება. დამოუკიდებელი Copilot პროფესიონალური მუშაობისთვის საკმარისი არ იყო. ეს მრავალმოდელიანი მიდგომა კი პირდაპირ მტკიცებულებაა. Microsoft წლების განმავლობაში ამაკობდა OpenAI-ზე ექსკლუზიური ცდომით, როგორც მათ უპირატესობას, რომელსაც ვერავინ აჯობებდა.
ეხლა ისინი ამ უპირატესობას ასუსტებენ Claude Sonnet 4-ით და Opus 4.1-ით, Copilot Studio-სა და Researcher-ში. ისინი იმედოვნებენ, რომ კონკურენტი შეძლებს გადაარჩინოს პროდუქტი, რომლისთვისაც დამატებით $30 ითხოვენ. ეს არის ჩუმად აღიარება იმისა, რომ კომპანიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი თავისით საკმარისად კარგი არ არის. თანამშრომლებმა ეს უკვე იციან. როცა არჩევანი აქვთ, მხოლოდ 8% ირჩევს Copilot-ს. ისინი იმ პატარა ლურჯ ხატულაზე უფრო იშვიათად აჭერენ, ვიდრე ოდესმე ისევ ალტერნატივებს ეძებენ. გვირგვინი უსხუტებათ და არც ერთი მოდელის შერევა ამას ვერ დამალავს. რევოლუცია, რომელზეც Microsoft-მა წელიწადში $150 მილიარდი დადო, თითო გაღიზიანებული დათკაპუნები თუ არ ყოფილია. Microsoft-ი 11-დან ერთზე აგებს იმავე ოფისის პაკეტებში, რომლებიც თავად შექმნა და კიდის. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებდა მას, მით ნაკლებად მოსწონდათ. ამ ახალ სათამაშოს ბრწყინვალება ძალიან სწრაფად დაკარგა. დარჩა მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელიც თითოეულ საქმეს დამატებით ნაბიჯებს უმატებდა. სწორედ ამიტომ არის 8%-იანი მაჩვენებელი Microsoft-ისთვის ასეთი შემაძრწუნებელი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ტექნოლოგია უნდა უყვარდეთ. თუ ისინიაც კი ტოვებენ მას, პროდუქტი სერიოზულ პრობლემაშია. მულტიმოდელური დანებება სასოწარკვეთილი მცდელობა ამის გამოსასწორებლად, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას ქმნის. ერთ დღეს შენი ხელოვნური ინტელექტი ერთ ადამიანივით ჟღერს, მეორე დღეს კი სხვანაირად. ტონი იცვლება, ხარისხი იცვლება, ნდობა კიდევ უფრო იკლებს. ბევრს უკვე ეწყება შეგრძნება, რომ ხელოვნური ინტელექტის თაფლობის თვე სრულდება. 2 წლის განმავლობაში ძვირადღირებული კონსულტანტები დედამიწის ყველა აღმასრულებელ დირექტორს ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა ჩართულიყვნენ ამ რევოლუციაში, თორემ თავიანთი კომპანიების დაღუპას უყურებდნენ. მათ მილიონობით $, დახარჯეს ლიცენზიებში. ისინი აიძულებდნენ თანამშრომლებს უსასრულო შეხვედრებზე დასწრებას, ისინი აკევნენ აჟიოტაჟს, მაგრამ ეხლა რეალობა თვალში საცემია. MIT-ის მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს მასშტაბური კვლევა ამ მსხვილი კომპანიების ხელოვნური ინტელექტის პროექტებზე. მათი ანგარიში სახელწოდებით Gen AI Divide სასტიკ რეალობას აჩვენებს. ამ საწარმოო AI პროექტების 95%-მა ვერ შექმნა დამატებითი მოგების არც $1. მათ უკან მდგომი მათემატიკა მარტივია. ნებისმიერი სიჩქარე, რომელსაც თანამშრომელი AI-ის გამოყენებით იღებდა, მაშინვე იკარგებოდა იმ დროში, რომელსაც ის მანქანის შეცდომების გასწორებაში ხარჯავდა. გუნდები დილას ატარებდნენ პრომპტების წერაში, ხოლო შუა დღეს მაღალანაზღაურებად რედაქტორებად იქცეოდნენ მანქანისთვის, რომელიც ხარისხის ელემენტარულ შემოწმებასაც კი ვერ გადიოდა. Rand კორპორაციამ იგივე ტენდენცია აღმოაჩინა. მათი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ინსტრუმენტები რეალურ სამუშაო პროცესში საერთოდ აჯდება. ნამდვილი სამუშაო ქაოტურია, მას სჭირდება ხმა კონტექსტი და სრული ნდობა. AI კი არც ერთს არ უზრუნველყოფს. ის უზრუნველყოფს ინტერნეტის საშუალო ზოგად შინაარს, რაც იშვიათად შეესაბამება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიულ სამუშაოს მოთხოვნებს. როცა Copilot-ს მის კონკურენტებთან ადარებ, მისი ჩავარდნის მიზეზი კიდევ უფრო ნათელი ხდება. ახლა უკვე უმეტესობა პროფესიონალებისა Copilot-ს AI-ის Internet Explorer-ად აღიქვამს. ისინი მას მხოლოდ იმიტომ ითენებენ, რომ უკვე ხელმისაწვდომია, ძირითადად იმიტომ, რომ მათი IT განყოფილება მაიძულა. მაგრამ როცა რეალური შედეგები სჭირდებათ, მთლიანად ტოვებენ Microsoft-ის ეკოსისტემას. Claude-ს ხშირად აღწერენ როგორც უფრო ადამიანურს და ზუსტ მსჯელობაში. ChatGPT Enterprise უზრუნველყოფს მონაცემების კონტროლისა და სიჩქარის ისეთ დონეს, რომელსაც Microsoft-ის იძულებითი ინტეგრაცია ვერ შეედრება. თანამშრომლები არჩევენ, რომ გახსნან ცალკე ბრაუზერის ჩანართი და თავად გადაიხადონ საკუთარი ინსტრუმენტებისთვის, ვიდრე გამოიყენონ უფასო ვერსია, რომელიც Microsoft-მა მათ ამოცანების ზოლზე განათავსა. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე ფინანსებშია დამალული და ეს არ უნდა აძინებდეს Microsoft-ის ყველა ინვესტორს ღამითაც კი. Microsoft-ის ღრუბლოვანი მომავლის თითქმის ნახევარი ახლა დამოკიდებულია სხვა კომპანიაზე. მისი დარჩენილი ღრუბლოვანი ვალდებულებების დაახლოებით 45% დაკავშირებულია OpenAI-სთან, რაც ფაქტობრივად მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ გიგანტს ერთი სტარტაპის წარმატების მაღალრისკიან პარტნიორად აქცევს. Microsoft-მა ფაქტობრივად თავისი სახლის ნახევარი ფსონად დადო პარტნიორზე, რომელიც რეკორდული სისწრაფით ხარჯავს პულს. თუ OpenAI-ც აბორძიგდება, ან თუ ბაზარი მიხდება, რომ ამ მოდელებს მოგების მოტანა არ შეუძლიათ, Microsoft-ის შეფასება უბრალოდ არ დაიწევს, არამედ კატასტროფულად დაეცემა. Microsoft-მა თავისი რეპუტაცია, ტექნიკა და ღრუბლოვანი მომავალი იმ ღილაკს დაუკავშირა თქვენს კლავიატურაზე, რომელსაც უმეტესობა თანამშრომლებისაც ცდილობს დამალოს ან წაშალოს. ისინი 3 ტრილიონიანი იმპერიის საფუძვლად მხოლოდ გასართობ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ. ყოველ ჯერზე, როცა თანამშრომელი მარჯვენა ღილაკით აჯერს Copilot-ის ხატულას, რომ ეკრანიდან ამოიღოს, ისინი მონაწილეობენ ტექნოლოგიების ისტორიაში ყველაზე მასიურ მომხმარებელთა უარყოფაში. 3.3%-იანი კონვერსიის მაჩვენებელი კედელია, რომელსაც Microsoft-ი ვერ გადალახავს. 95%-იანი წარუმატებლობის მაჩვენებელი კი ხრელია, რომელსაც ისინი ვერ შეავსებენ. დიდი AI რევოლუცია უნდა ყოფილიყო ის მომენტი, როცა მომავალში გადავიდოდით. ამის ნაცვლად ეს გადაიქცა $27 მილიარდიან გაკვეთილად იმაზე, რა ხდება მეება მაშინ, როცა კომპანია იმდენად დიდია, რომ საკუთარ მომხმარებლებს აღარ უსმენს. მონაცემთა ცენტრების ვენტილატორები ისევ ტრიალებენ. სერვერები ისევ ზუზუნებენ, მაგრამ ოფისებში სიჩუმეა. მომხმარებლები წავიდნენ, მათ თავიანთი კომპიუტერები უკან დაიბრუნეს. და როცა მონაცემები შემოდის, ერთადერთი რაც დარჩენილია სანახავად არის ის, თუ რამდენხენ ხანს გაძლებს ბუშტი გასკდომამდე.
იძულებითი ხელოვნური ინტელექტის ეპოქა დასრულდა. და როცა მომხმარებლები მიდიან, ნამდვილი შედეგები დახურულ კარს მიღმა იწყება. კონტრაქტები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, პარტნიორობები იძაბება და ტექნოლოგიების ყველაზე დიდი ალიანსი უცებ ბევრად უფრო მყიფედ გამოიყურება ვიდრე აღმავლობისას. მაშ რა ხდება მაშინ, როცა კომპანია, რომელიც AI ბუმს აფინანსებს, გარიგების გადახედოს იწყებს? გაიგეთ Microsoft-ის მასშტაბური განქორწინების შესახებ, რომელიც სამუდამოდ გააკოტრებს OpenAI-ს და ChatGPT-ს. ანუ ყურეთ ამ ვიდეოს.